შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი ტალიტა კუმი ოფიციალურად გაიხსნა. დაწესებულება, სადაც რეაბილიტაციას 11 აღსაზრდელი გადის ბერლინის მალტელთა ორგანიზაციის, კამილიელთა ორდენისა და წმინდა ნინოს კონგრეგაციის წევრთა ერთობლივი პროექტია. ცენტრი ახალციხის კათოლიკური ეკლესიის სამრევლოსთან არსებობს. აქ აღსაზრდელები არტ-თერაპიისა და მუსიკის კურსებს გადიან. პედაგოგთა დახმარებით ისინი კვირაში 3 დღე სხვადასხვა ხელსაქმის კეთებას სწავლობენ და დეკორაციულ ნივთებს ამზადებენ. პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ტალიტა კუმის გახსნის ცერემონიაზე ამიერკავკასიის ლათინკათოლიკეთა ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და საქართველოში ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ცენტრის ოფიციალურად დაარსებას მისმა აღსაზრდელებმა ღონისძიება მიუძღვნეს. Კმაყოფილი ვარ, რომ კათოლიკური საკრებულო მიიღო ეს პასუხისმგებლობა ლები და მონაზონეები და ერთად სხვა ადამიანებთან ერთად ყველაფერი რა შეუძლია სიყვარულით აკეთებენ ეკლა. იმედი მაქვს, რომ ეს ახლი გამოჩნდეს როგორც ნიშანი, რომ ყველა შეუძლია უფრო კარგად, უფრო აქტიურად, აგრეთვე პროფესიონალურად ემსახუროთ გარშემოებებს. ჩვენ კითხვით მივმართეთ ეპისკოპოს პაზოტ ჯუზეპეს, თუსაც შეგვეძლოთ ჩვენ საქართველოში უნარშეზღუდულებისათვის დახმარების გაწევა და მან მოგვითითა აქეთ ახალციხეში, რომ აქ არის დიდი საჭიროება ასეთი და აქეთ გამოგვაგზავნა.